მოკლედ, ბოლო წლებში გავრცელდა შეთქმულების თეორია, რომ მაკრონის სოლი არის არც მეტი, არც ნაკლები, პირველი თეორიის თანახმად ტრანსგენდერი, ხოლო მეორე და უფრო შოკის მომგვრელი თეორიის თანახმად თვით მამამისი. მეგობრებო, გავრცელდა ვიდეო რამოდენიმე დღის წინ, სადაც ბრიჯიტ მაკრონი სილას ურტყავს ემანუელ მაკრონს პირდაპირ კამერების წინ, ოღონდ ამას ვერ ხედავდნენ, იმიტომ რომ ახალი გახსნილი იყო ეს კაიუტა სამგზავრო თვითმფრინავის და რა ხდება მეგობრებო ახლა? ეს თეორიები, რაზედაც წლების განმავლობაში თვითონ საფრანგეთში არაერთი ჟურნალისტი, არაერთი მედია წარმომადგენელი და ბლოგერი დაიჭირეს, ისევ დღის წესრიგში ამოვიდა და ამოტივტივდა. მეგობრებო, დღეს ძალიან მაგარი თემა უნდა განვიხილოთ, ძალიან საინტერესო, განახებთ კონკრეტულად იმ ოჯახს, რომელიც ამ წუთას არც მეტი არც რაკები თვითონ მართავს ემანუელ მაკრონს, იმიტომ რომ ამაში თავისი ცოლია ჩართული და ის შეკრულია ისეთ დიდ ფრანგ ოჯახებთან, როგორცაც ამ ვიდეოში მოისმენთ, ამიტომ ყურადღებით მისმენეთ ბოლომდე და ძალიან გთხოვთ მეგობრებო, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ მეგობრებს და სრული შემთხვევაში შეგიძლიათ დონაცია გააკეთოთ არხის განვითარებაში დაეხმაროთ და შეგიძლიათ ინსტაგრამზე გამოვიყვეთ, სადაც ძალიან აქტიური ვარ, ასევე არ დაგავიწყოთ რომ პოდკასტების არხი მაქვს მეორე, სადაც კვირაში ერთხელ ყოველკვირა დაიდება პოდკასტები და რავი, ყველგან ვაქტიურობ მაქსიმალურად, სადაც შემიძლია. აი ეს ვიდეო გავრცელდა მეგობრებო, აი ესე ნახეთ, ვიეტნამში ჩაფრინდა ემანუელ მაკრონი და უცებ ბრახტა ხდება სილა სახეში და ანუ ძალიან დავიქრინჯი ამ მომენტით რომ ესეთი ნახეთ აი კარგად ნახეთ ახლიდან არეგონა რო ღია იყო კარები უბედურს და როგორი თვითონაც დაიქრინჯა ეხა ამ მომენტით მაგრამ სამწუხაროა ძალიან ვითომს არაფერი ნახეთ unexpected scene was caught on the camera during Emmanuel preached Macron's arrival in the airport of Hanoi ანუ ვიეტნამის აზიურ ტურში არიან ცოლქმარი იხსნება ეს კარები სილას ურტყავს სახეში და შემდგომ ჩამოდის. მოდი ახლა დავაკვირდეთ ამ მომენტს. როგორც თვითონ აღნიშნა, მერე ეს უარესი კრინჯი იყო, რომ ვითომ თამაშობდითო რაღაცასო და როგორც საყვარელი ცოლქმარიო ხელი გამარტყაო. ნუ ახლა ზოგადად საფრანგეთიდან მიჩვეულები ვართ, ახლა საფრანგეთში დაბალი მასკულანიზმი რო ადამიანთ კაცები რო ქათმები არიან, ეგენი ვიცით ახლა ისტორიულადაც მან და არაფერი ახალი არ არის, იმიტომ რომ ახლა თვით ყველაზე დიდი იმპერატორი ვინც ყოლიათ კორსიკელი, ხო, ისის ტრუსიკის რეზინი იყო, ხა განთქმული ნაპოლეონზე მაქვს საუბარი, ამიტომ ახლა საფრანგეთში მდედრები ძირითადად არიან დომინანტები და კაცები არიან ამ ტრუსიკის რეზინები. ამიტომ არ მიკვირს, მაგრამ აქ თეორია უფრო ღრმად არის, ანუ მარტო სილის გარტყმაზე აქ არის. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეალურად ეს ბრიჯიტ მაკრონი მართავს ემანუელ მაკრონს, რადგანაც პირველად როდესაც შეხვდნენ მეგობრებო, 40 წელს იყო თავისი ცოლი და 16 წელს იყო მაკრონი. ემანუელზე მაქვს საუბარი. ანუ ეს თუ არ არის სექსუალური ზავადობა და ეს თუ არა პედოფილია, რა არის? ნუ ეხა ის ჩამოდიან. Their theory is that the first lady Brigitte Macron was actually born Jean Michel. Jean Michel დაიბადა ბრიჯიტ მაკრონი. დააკვირდით სურათებს. ზევით. ეხლა განახებთ უფრო მაგამტკიცებულებას. ეს არის ყველაზე სერიოზული შეთქმულების ან კონსპიროლოგი, რომელიც იკვლევს კონკრეტულად იკვლევს ძალიან კარგად მაკრონის გენეოლოგიურ ხეს, მის ოჯახს, მის სოლს და ამიტომ ძალიან ბევრი რამე იცის და მოდი მოусმინოთ. So Brigitte is actually John Michael. John Michael lived as a man for 30 years. Fathered 5 children. 30 წელი ცხოვრობდა როგორც კაციო და კაცს ყავდა 5 შვილიო, ხალხნო. როგორც კაცი ისე ცხოვრობდა ეს ოდესღაც ბრიჯიტ მაკრონი. Okay. And then transitioned და გადაიკეთა მერე 30 წლის ასაკში და გახდა ბრიჯიტი. The age of 30 to become Brigitte. Brigitte Macron did in fact statutorily rape Emmanuel Macron. ანუ შეგიძლია ჩვენ პირდაპირ თქვათ, რომ ემანუელ მაკრონი არისო ბრიჯიტ მაკრონის სექსუალური ძალადობის შედეგი. ჩვეულებრივად ხალხო, აი ჩვეულებრივად, ანუ დამიჯერეთ, აი ფროიდი იკითხეთ თუ რამხელა მნიშვნელობა ამ ფსიქოლოგიურ სექსუალურ ლიბიდისეულ манипуляციებს ადამიანს. მით უმეტეს, ოდესაც იყო ბავშვი. She was 39 and he was just 14. 14 წლის იყო ბიჭო, 14 წლის იყო ხალხო. When they began their love affair. და სასიყვარულო ურთიერთობა როცა დაიწყეს. So the press lied about that. They first when they came out with the story said he was 17, but you can't lie because we know how old Emmanuel Macron was when he was in the play that you said you fell in love with him on. And got away with it? Got away with it. It still holds, by the way. Till the end of this year, Brigitte Macron could be tried for this. And this is why they're freaking out, they're arresting journalists, they're doing all this stuff because it's true.
ნახე თელი ირონია. მოდი გადაგითარგმნით რა, ანუ ვისაც არ გესმით, მე გადაგითარგმნით მარტივად და ისე რომ ყველაფერი გაიგოთ. ანუ ადამიანებმა რომლებაც ეს თემა წინ წამოწიესო საფრანგეთშიო, ხო, ყველა ჟურნალისტი იქნა დაჭერილი. და არა მარტო დაჭერილი, ნახეთ აქ სასაუბარი რაზეა. საფრანგეთის პირველი ლედი საბრალებენო ტრანსგენდერია. ბრიჯიტ მაკრონი აღნიშნულის გამო სასამართლოს მიმართავს. ბრიჯიტი აღნიშნულის გამო სასამართლოს მიმართავს. ემანუელ მაკრონის მეუღლე სოციალურ მედიაში ამგვარი შეთქმულების მსხვერპლის სექტემბრიდან გახდა. ჭორების მიხედვით მისი დაბადების სახელი ჟან მიშელ ტრონეა. ინფორმაციის შემდეგ ამ სახელით ჰეშტეგი 10,000-ობით ადამიანმა გამოიყენა და ტრენდებშიც კი მოხვდაო. ანუ რატო იჭერს ეს ადამიანი თუ მართალი არ არის? ანუ თუ ტყუილია და თუ სასაცილოდაც არ უღირს, რატო იჭერს იმ ჟურნალისტებს? რატო იჭერს იმ ბლოგერებს თავისუფალი საფრანგეთიდან? იმიტომ რომ რეალურად კაცი იყო. Everything they told you about this woman was just fictitious and it was made up because she's connected to a tremendous amount of power. ანუ ეს ყველაფერი იმიტომ ხდებოდა ეს ბიუროკრატიულად მაღალ დონეზეო, რომ ეს თვითონ ბრიჯიტი არის დაკავშირებული იმდენად მაღალ გავლენიან ელიტარულ ოჯახებთან, უსმინეთ? In France, and I'm talking the Bernard Arnault family, ბერნარდ არნოლდის ოჯახი მილიარდელები. the Louis Vuitton family. It ლუი ვიტონი იცით რა ცნობილი ბრენდი მაგის ოჯახთან კავშირში. speaks to something that's so much darker is very scary. Candace Owens has brought renewed attention to the life of French President Emmanuel Macron and his early relationship with Brigitte Macron. Owens claims their alleged romantic involvement began when he was just 14. ხო არ გადაო ბიჭო 14 წლის იყო, ბავშვი იყო, ხალხო, ბავშვი. ანუ პირველად ცხოვრებაში მაკრონი მეცოდება. ანუ მართლა მეცოდება სერიოზულად, რომ მაკრონი არის რეალურად სექსუალური შევიწროების და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. და დღემდე ეხა მაკრონი რო გამოდის და იქ კადრებიც ხო ნახეთ იქ კოკაინს რო იყონასავდა თუ რაღაცა ხო ეხა კიდე კარგად აქვს მაგას საქმე. სტრამერთა რო იჭდა ხო იცით სოფრაზე რომ ეხა ესეთი ცხოვრების შემდგომ და ესეთი ტრავმებითა და ესეთი გონება დახშულით ეს კიდე ყოჩახა რო საერთოდ ფეხზე დადის იმიტომ რომ ანუ ხო გეონებით ეს არის ავი სრული მარაზმი ხალხო და მართლა არ მიკვირს ესეთი რამე რეალურად რო ხდება და არ მიკვირს მით უმეტეს საფრანგეთს ამდენი საიმიგრაციო პოლიტიკა რატო აქვს როდესაც ესენი არიან ამ ყველაფრის უკან აი ეს ოჯახები რომლებიც გაერთიანებული არიან და კავშირში არიან უკვე ბრიტანულ ოჯახებთან მორგანებთან და იმათთან პირდაპირ კავშირში და რა თქმა უნდა ეხა deep state-ის პოლიტიკა რა არის ხო რითი განცნობს ტრანსგენდერიზმი, LGBT აქტივობა, დაბალი ტესტოსტერონი, სოციალური აქტივობები, სოციალურ აქტივობებზე იგულისხმება რა, სექსუალური უმცირესობები, ბოდიშით. და აქტივისტები სოფლიოში და ფინანსე ესენი. ანუ საფრანგეთის დედა რო აქ ნატირები არის აი მათი დამსახურება, მაგრამ ეს ხალხი ყველაზე მორალ ახდილები რო არიან ეხა საფრანგეთის მთავრობაში და ესენი რომ ემეტყვიან არალეგიტიმური მთავრობა ყავს. ხო უნდა აი ადგენა ეს მობილური პირდაპირ სახეში ესროლო. და საკუთარ ქვეყანაში ბიჭი ჟურნალისტებს იჭერენ. და მე მეუნებიან აქ მიზეზი მაინც მაქვს რატო ვიჭერთ აქ ჟურნალისტებს. ჯერ სად ვიჭერთ, მაგრამ რო ვიჭერდეთ, უფრო მიზეზი მექნებოდა და დასაჭერები მართლა არიან ესენი. ეხა უყურე ტაკერ კარსონიც იყო აქ. ტაკერ კარსონთანაც გააჟღერეს ეს. Now remains hidden in speculation. Brigitte Macron lived as a dude, transitioned, met Emmanuel when he was just 14 years old. My friend Candace Owens, she's like, Macron's wife is actually a man. And I was like, Candace Owens, I love you, but I think this is too crazy. Yeah. And then it turns out she's right. ტაკერ კარსონი, ხო იცით, ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, პოდკასტებისა და გადაცემების სამყარო, ყველასთვის საყვარელი ფიგურა, ადამიანს, რომელსაც მეც უსმენ ძალიან ხშირად. აი ეს ადამიანი წეღა რომელიც განახეთ ის გოგონა, ხო? ну მის გადაცემს სტუმრად ყავდა ადრე მოყვალი, სადაც მეუნებოდა რომ რეალურად ბრიჯიტი არისო, რეალურად კაციო რა და ამაზე ხა გავგიჟდიო რა, როგორ შეიძლება ეს ხო ძალიან სულელურად ესე გიჟეჩხერსო და გავიდა დრო და მე ამ ყველაფერში დავწუნდი. ამას ამბობს ტაკერ კარსონი, მე არა, მე ხა ყველაფერს ატო განახებდი, იცი რომ მე არ დამბრალდეს, აი რუსეთში ამას ავრცელები, აი რუსეთს საფეხზე არ კიდე ხა მაკრონის სოლივინა ან თვითონ მაკრონი არაფერს არ წარმოადგენდა. მე თვითონ ამერიკულ და დასავლურ წყაროებზე დაყრდნობით გაცნობთ ყველაფერს და ამ ვიდეოებს იმიტომ მოვაქვთ ის რომ უფრო მეტად დარწმუნდეთ იმაში რომ ჩემი ნარატივი არ არის პრორუსული. ჩემი ნარატივი არის აბსოლუტურად სწორი რომ იცოდეთ სიმართლე ამ ტყუილებით სავსე სამყაროში. რავი რა ენაზე ვილაპარაკო მეტი. It turns out she's right. I mean, the fact that Emmanuel Macron was a child and this man takes him under his wing and is a groomer. That, ladies and gentlemen, is a fact. Candace Owens recently launched a docuseries called Becoming Brigitte, where she pushes the theory that Brigitte Macron, France's first lady, არ ბიჭო, კაცის პახოტკა აქვს, ეს რო დადის, აი კაცის პახოტკა აქვს რა. his first lady.
ანუ კაცის პახოტკა აქვს ბრიჯიტ მაკრონი რო დადის, აი კაცი რო დადის, ხო იცით, აი პახოტკა რავი ქართულად აი სიარულის მანერა, აი დაახლოებით ეგეთი ის აქვს რა. ქცევებიც, აი ის ობსესიებიც რაც ხშირად ეტყობა ხოლმე ძირითადად სახეზე მიმიკებით და აღარაფერზე ვლაპარაკობ, ეხა აი ამ უფრო ძალიან საინტერესო იმაზე შეხედეთ ხალხო, აი. მინდა მინდოდა თქვენ ვიდეოს ბოლოს გენახათ რა. დააკვირდით დეტალებს. ტუჩის დაბლა ყბასთან ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი საერთოდ. თვალები, ყბის მოცემულობა თვითონ. აი, ქუთუთოები, თავიდან ბოლომდე ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს და რატომ მინდოდა ეს ყველაფერი დაგენახათ? ძალიან ბევრი რამე მეტყველას მეგობრებო, ძალიან ბევრი რამე და ძალიან მალავენ ამ ყველაფერს იმისათვის, რომ შესამჩნევი ეს ყველაფერი არ იყოს. ეს ყველაფერი გამოწეულია მარტო იქიდან გამომდინარე, აი დააკვირდით თმებზე, დააკვირდით, ნახეთ, აი აქაც ცხვირი დააკვირდით ერთი და იგივე, ყველაფერი ერთი და იგივე. რეალურად იყო ბრიჯიტ მაკრონი კაცი, ჟან მიშელ ტრონეა. ანუ რეალურად ხვდებით რასთან გვაქვს საქმე? და ეს ხალხი მონაწილეობს ევროპული პოლიტიკის მეინსტრიმში და ევროპული ხალხის იმაში და მე მეუბნები ამ ევროპაში უნდა შევიდეთ თურმე და ამ ევროპის საინტერესო უნდა იყოს. როდესაც აქ საქმე თვითონ სოციუმზე კი აღარ არის უკვე საიმიგრაციო პოლიტიკა, იქ რა ქვია სექსუალური უმცირესობები, ვოუკ აგენტა და ვოუკ სიგიჟეები. არა, აქ არის საუბარი თვითონ ელიტა როგორ ცხოვრობს რა. აი ხა ტრამპს რო შეხედო და მაგალითად მის მეუღლეს ხო მიხვდებით ეგრევე რომ არის ნორმალური ამერიკული ოჯახი ხო? თავისთელი შინაარსი და თავისთელი ჩაცმულობით, თავისი არისტოკრატიული გაქცევებით და ყველანაირად აბსოლუტურად. დააკვირდით მე ამ მაკრონზე რა ხდება. მე აიღეთ სტრამერი ბრიტანეთში. აღაზე ლაპარაკი არ მინდა. აიღეთ ბრიტანეთში ეს რა ქვია, შორცი თუ ის რომ მოვიდა ხო ის გერმანიაში ბოდიშით. რაღაცა განუმეორებელი დონის სიგიჟეები მაქვს აქ ანუ ოჯახი არის რეალურად შენი სახე, ცოლი არის შენი სახე. ეხა კაცი რო ესე ხელს კაცი ესე რო ხელს გაგარტყავს მეთქი რომ წამომცდა თან მართლა რო კაცი რო ესე ხელს გაგარტყავს. იმიტომ რომ მაკრონის ცოლი ხო რეალურად კაცია. აი ძალიან ბუნებრივია წამომცდა ეხა ეს ყველაფერი კაცი რო ხელს ესე გაგარტყავს მეთქი. მართლა ეს არის. მეწოდება ემანუელ მაკრონს აი უსამძიმრებ ძალიან ხوار ამ ყველაფრით რომ ესეთი სექსუალური შევიწროების ხერხული გახდა, მაგრამ ну გადააყოლებს ამ თავის როგორც ნაპოლეონმა გადააყოლა საკუთარ პირად იმას უმეებს რა ქვია ეგვიპტის კამპანიიდან რო დაბრუნდა ჟოზეფინა გენერალთა რო იწოდა მაგის გამო ეგვიპტის კამპანიიდან დაბრუნდა ხო ფრანგ კაცებს ზოგადად ახასიათებ ხა მე არ ვადარებ ეს სად ნაპოლეონი სად მაკრონი ხა ხო სისულელე მაგრამ ვადარებ კონკრეტულ დამოკიდებულებას სექსუალურ დამოკიდებულებასა და მის ქცევებს ეს არის ხალხოს საზიზღრობა გულისამრები უბრალოდ რა ჯერის გამოეპარა რო კოკაინი გაიყროსა მე საკუთარმა ცოლმა თუ ქმარმა რო გაარტყა ხელი გამოეპარა და კიდე კარგად არის ყოჩახ კიდე მართლა კარგად არის ეს რასაც უძლებს ეს საწყალი რა ხო გეონებით და დეტალურად თუ თქვენ გაინტერესებთ ამის შესახებ ინფორმაცია მე გირჩევთ რომ აი უფრო მეტი დეტალად აი ამ გოგონას მოусმინოთ რა რომელიც ძირითადად ამ შეთქმულების თეორიით არ კონკრეტულად მაკრონის ოჯახის იმითაა დაინტერესებული აქ ძალიან ბევრი გადაცემა აქვს ამას მიწყვნილი უბრალოდ ახლა მე მინდოდა ჩემი პოზიცია დაიფიქსირები და მე მინდოდა ამ თეორიის არსებობა გენახათ მინდოდა ვიზუალური მტკიცებულებები გენახათ მინდოდა მატერიალური მტკიცებულებები გენახათ ასევე კავშირები რაც ამ ყველაფერში არსებობს ლუი ვიტონებისა და ის ოჯახები როგორ მონაწილეობენ საფრანგეთის მმართველობაში ჩვეულებრივია ანუ ეს რამე განსაკუთრებული აქ არაფერი მithქვია და მინდა რეალურად იცოდეთ რომ არასდროს ხალხო არ იყოთ არავის რეზინი რა აი განსაკუთრებით კაცისთვის ეს არის ყველაზე დამღუპელი რამ შეიძლება ქალები ძალიან გიყვარდეს შეიძლება აფასებდე მაგრამ ყოველთვის უნდა გეჭიროს ენდრიუ ტეიტს უსვინეთ ამისათვის რომ დასავლური ცივილიზაცია არის იმიტომ მკვდარი რომ ცოლის სოციალური მდგომარეობა უფრო აწეულია საკუთარი როლებით ვიდრე კაცის შესაბამისად თუ დაიკარგება მასკულანური ცივილიზაცია მე ყოლეთ კარგით მაკრონის მერე თქვენ იქნებით ამიტომ ეს ისტორიული ძალთა ბალანსი რაც არის ოჯახში კაცისა და ქალის ურთიერთგაგება და ურთიერთ როლები უნდა კარგად შევინარჩუნოთ რომ სხვა შემთხვევაში მივიღებთ დეგენერატულ გახწნილ ჩაქცეულ ლიბერალურ ოჯახს სადაც პარადი მიყავს ქალს ეს არის კატასტროფა ხალხო ეს ღუპავს ეს მატრიარქალური ცივილიზაცია ზოგადად ხო ღუპავს ცივილიზაციას ეს მე კი არ ვამბობ ამ ყველაფერს და რაღაც კი არ გამოიგონე ქალთმოზულე საერთოდ არ ვარ ქალები ძალიან მიყვარს კლასიკური გაგებით შეიძლება სექსისტი ვიყო მაგრამ კლასიკური გაგებით სექსიზმის სხვა რამეა და რეფორმირებული სექსიზმის სხვა რამეა კლასიკური გაგება სექსიზმის ნიშნავს რომ სოციალური როლებით კაცი უფრო მეტია მაგრამ ეს არ აკნინებს ქალის როლს ანუ აქ არავინ არ ამბობს რომ ქალი არის სუსტი. ქალი ძალიან ბევრ ტკივილს უძლებს, ქალს ძალიან ბევრი პრობლემასთან გამკლავება შეუძლია, ეს ფაქტია ისტორიული. მაგრამ არსებობს სოციალური როლები, რომელიც ისტორიული ჭრილდან დამოუკიდებლად გამომდინარეობს და ეს ყველაფერი ეს ალტერნატივა უკვე ჩვენში იმკვიდრებს როგორც აი სოციალური სტატუსების განვითარებაში. აი მაგალითად რა
აი, პირველად შემგროვებელი იყო კაცი ეს ბუნებრივად ჩამოყალიბდა, ანუ უფრო კუნთი ქონა. იმარტივად კუნთი ქონდა, რომელსაც შეიძლება, რავი, დაპირისპირებოდა ხეთს მაგალითად, დაპირისპირებოდა, რა ვიცი, რომელიმე მონსტრს, ხო? ამ შემთხვევაში ქალი იყო დიასახლისი. მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეხა მაგალითად კაცს შეუულია ცემოსოლ იმის გამო, რომ შენ ზეძლიური ვარ, არა. მაღალი სოციალური როლები განაპირობებენ შენში პასუხისგებლობისა და მორალის გამომუშავებას. რომ შენ თუ ფიქრობ, რომ სუსტი ყავს გვერდზე, ხო, შენ იმას უნდა მოუარო, უნდა დაიცვა და პირიქით უნდა გააძლიერო. ეს არის ნამდვილი ჯელტმენური მიდგომა ზოგადად, რაც უნდა ახასიათებდეს კაცთურე. ქალს მშობიარობის დროს ისეთი ტკივილის გადატანა შეუულია, რაც კაცი ვერ გადაიტანს მაგ ყველაფერს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დომინანტი თანამედროვე და წარსულში არსებულ სოციალურ მაგალითად ჰაბიტუსებში და ზოგადად თემებში სადმე ქალი ყოფილა და თუ ყოფილა მატრიარქატი ხუპავს ნებისმიერ ცივილიზაციას. ეს აიღეთ ჯერ ძველი საბერძნეთის სხვადასხვა ეპოსები და სხვადასხვა მოთხრობები და აიღეთ უნდა ნებისმიერი თანამედროვე ცივილიზაცია, სადაც ქალი უფრო არის წინ წამოწეული, ის დაღუპულია მის გარშემო არსებული სოციუმი. რატო? იმიტომ რომ ეს ბუნებრივად ყალიბდება. აქ არ არის რამე გამოუგონავი, აქ არ არის რამე ესეთი ზღაპარი, მეგობრებო. ამიტომ მთავარია რომ მაკრონები არ ვიყოთ ცხოვრებაში. და ქალი უნდა დავიცვათ, ქალი უნდა გავაძლიეროთ და ქალისთვის უნდა ვიყოთ ჯელტმენები. ეს არის ყველაზე მთავარი. არასდროს მე არ მithქვია რომ სუსტი სქესის წარმოადგენელი, როდესაც არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ დაჩაგრო. პირიქით, ეს არის საშინელება, საზიზღრობა და უბედურება. არანაირ ზალადობას ქალზე, იმიტომ რომ არ შეიძლება ჯელტმენობა ხორციელდება იმაში, რომ შენ მიიღო სუსტი არსება, ის გააძლიერო და ის უფრო გახადო უფრო მეტად ამაყი და უფრო მეტად მორალურად აღმატებული. ეს არის ყველაზე საინტერესო და ყველაზე სწორი მიდგომა. ამით ჩვენ შევინარჩუნებთ ისტორიულ სტანდარტს ქალსა და კაცს შორის. ეს იყო ჩემი აზრი. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, თუ რამე ინფორმაციები კიდე ჩამივარდა და ხო ზოგადად ტრენდულ თემებზე ვფიქრობ ეხლა მე პირადად და იმას გამცნობ ყოველთვის. ახლა მომავალში ისე ვაგრძელებ ფსიქოლოგიის მეორე სერიაზე გადასვლას, მომწონს იმის აქტივობები, რაც ჩემ ბოლო ვიდეოებში არის, განსაკუთრებით ბოლო 1 წელიწადში კატასტროფულად ბევრი ნახვები, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ 140,000 გამომწერსაც გადავწდით და რა ვიცი, მე მარტო ამ არხს არ ვანვითარებ, იცოდეთ რომ პოდკასტების არხი მაქვს, მე უცხო პოდკასტი ესე ქვია, აღწერაში სამითითებული და მაქსიმალურად სადაც ჩემი აქტიურობა შესაძლებელი იქნება, მე ვიქნები სოციალურ მედიაში ძალიან აქტიური. საუბარი მაქვს YouTube-ზე, იმიტომ რომ TikTok-ი მე მეზიზღება როგორც პლატფორმა, არის ძალიან საბანძეთი. ამაზე თალკეც შეგიძლიათ ვიდეოს, არაერთხელ მაქვს საუბრები, მაგრამ კიდე გავიმეორებ. Facebook-ი ძალიან დაბალი დონეა, მანდ ვიხები. ძირითადად ვარ აქტიური YouTube-ზე. X-ზე, ასევე X-ი არის წყარო, ესე ვთქვათ, დასავლეთთან კავშირი, ხიდი, ჭეშმარიტების ხიდი. Instagram-ზე პირადი მომწერისთვის, რა ვიცი, სრული გაგიჩნდებათ, რომ რაღაც ახალი ამბები გაიგოთ იმაზე ადრე, ვიდრე მე ვიდეოს შევწერ, შეგიძლიათ Instagram-ზეც გამოვკრათ. ესა და ეს, დროებით.